ადამიანს, რომელსაც 100%-ით სჯერა, რომ უფალს მისი ესმის და უფალს ყოველივე ძალუს, ის არის სულიერ ცხოვრებაში წინ წასული. გამოცდილებაც აქვს უკვე საკმაოდ დიდი. მე ხო ვერ გავბედავ და ხო ვერ ვიტყვი, რომ ღმერთი უსუსურია და რაღაცის შესრულება არ შეუძლია, რასაც მე ვთქვა, ამას ხო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ გონება მაქვს და ვიცი ყოვლის შემძლია, მაგრამ პრაქტიკაში აი ეს წმენა არ მაქვს. საკუთარი კეთროვანების დამნახავი ადამიანი, რომელიც ღმერთს ქეთს მოუდრეკს, იცის, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ემორჩილება მის განგებულებას და ეუბნება, შენ თუ გინდა უფალ, ძალგიც განკურნებად შენ. მაგრამ შეიძლება ჩვენი სათხოვარი არ ემთხვეოდეს თვის ნებას. როგორც პავლე მოციქულს ხადაგებს ადამიანი, ქუდი ახურავს, რო არ ცალია, რომ ავადმყოფთან მივიდეს, ქუდს მოხსნიდან დაადებდნენ, ავადმყოფს ავადმყოფი იმკურნებოდა. აი ესეთი მადლმოსილი ადამიანი ევედრება ღმერთს განკურნებას, ხვალიანობა არ განკურნო. ესე იგი ღვთისნებას თუ არ ემთხვევა. ჩემი სათხოვარი არ სრულდება, ამიტომაც ამბობ, შენ თუ გინდა განკურნო. შენ გაქვს ძალმოსილება, მე განკურნო.